მანამდე კი თუშეთობა ანუ მეცხვარის დღემთ ის ტრადიციულ დღესასწაულს წელს თუშეთში განსაკუთრებულად შეხვდნენ ექსტრემალური სპორტი წლევანდელ დღესასწაულზე ყველაზე აქტუალური თემა იყო. ტურისტები ჯერ ჯომარდობის ფედერაციას ერთად მდინარე ალაზანზე დაეშვნენ, შემდეგ კი პარაპლანით იფრინეს. ნახეთ სოფიო მაკაცარიას რეპორტაჟი თუშეთიდან. Something in my bucket keeps a lot of folks alive. I'm a man of 21. You know, baby, we could have a lot of fun. I'm a man. მიდონიდან 2014 მეტრზე ყოველ წელს ამ დღეს საქართველოს ყველა კუთხიდან ამოდიან იმისთვის, რომ თუშეთობას თუშეთში შეხვდნენ. დღესასწაული წელს ჯომარდობით გაიხსნა მდინარის დინების მიმართულებით, ნავით რამდენიმე ჯგუფი დაეშვა. ბავშვობა სიმბოლური იყო ყოველგვარი შეჯიბრის გარეშე. ძალიან სახალისო, კარგი სპორტი არის, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ხელს უწყობს და იმავდროულად ხელს უწყობს ჩვენი რეგიონის პრომოუშენს და პოპულარიზაციას იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს ჯომარდობის გარეშე, ნახოს ეს სილამაზე ჩვენი თუშეთი. სპეციალურად თუშეთობის დღესასწაულისთვის აქ პარაპლანებით ჩამოიტანეს. ამინდმაც გაამართლა. ექსტრემის მოყვარული საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა და სოფელი ომალოს თავზე გადაფრენაც ბევრმა გაბედა. იმარო აქ ტურისტი მოვიდა, იმარო აქ ხალხი შემოვიდა უკან ახლა ხეობაში და საჭიროება გახდა გამოიწვია ის რომ ხალხი დასაქმდა, უფრო მეტი თქვა სასტუმროები გაიხსნა, სოფლის მეურნეობა განვითარდა და ამ ყველაფრისგან იმისგანაც რომ მე აქ ვარ თქვენ აქ ხართ, აი ეს ხალხი აქ არის, ადგილობრივი მოსახლეობა იღებს ძალიან კარგ სარგებელს. ფინკალს აქ ჩვეულებრივ ყოველ ოჯახში კვირაში ორჯერ მაინც ამზადებენ. განსაკუთრებით კი დღესასწაულზე, იმისთვის რომ ყველა სტუმარს ტრადიციული კერძი გაასინჯოს. აქ თუშეთობაზე თუშეთში ყველა კუთხეში იხარშება თუშური ხინკალი. მე ახლა შევეცდები რომ გავაკეთო ნამდვილი თუშური ხინკალი, რომელიც როგორც მითხეს 19 ნაოჭიანი უნდა იყოს. პირველ ცდილობა მგონი წარმატებით დასრულდა, არ მგონია ეს ხინკალი 19 ნაოჭიანი იყოს, მაგრამ მე მგონი მაინც შევეცადე. მას შემდეგ რაც თუშეთში მუშაობა დაცული ტერიტორიების სააგენტომ დაიწყო, აქ ბევრი რამ შეიცვალა. ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ აქ ვიზიტორთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. მიზანი არის რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებამდე მივიტანოთ ინფორმაცია თუ რა ღირსშესანიშნაობა აქვს თუშეთს და ასევე მივაწოდოთ უცხოელ მოქალაქეებს. ზუსტად აი ამიტომ ტარდება ესეთი ფესტივალები. ტურისტული სეზონი მაისიდან იწყება და ოქტომბერში მთავრდება. აქამდე გზა სწორედ წელიწადის ამ მონაკვეთშია გახსნილი. ზამთრის განმავლობაში კი თუშეთის სოფლებში მოხვედრა სამანქანო გზით შეუძლებელია.